ჩემი ბავშვობის ჯოჯოხეთი. ყოველთვის, როდესაც ვინმე ჩემი ისტორიის შესახებ მეკითხება, ვაცნობიერებ, რომ მეხსიერებაში უზარმაზარი ჩავარდნები მაქვს. ამიტომ გადავწყვიტე შევავსო ეს ჩავარდნები და გავაანალიზო ჩემი ბავშვობა. რისთვისაც წიგნის წერა დავიწყე. ჩემს მამინაცვალს არანორმალური წესები ჰქონდა. მაგალითად, მაგიდას თანჯდომისას ლაპარაკი არ შეიძლებოდა. ერთი სიტყვაც რომ გეთქვათ, ცემა არ აქცდებოდა. მერე კი ვახშმის გარეშე წვებოდი დასაძინებლად. მე ვიტყუებოდი. ერთადერთი შეგეძლო საჭმელი მოგეთხოვა. თუ თეფშს ბოლომდე არ მოასუფთავებდი, სასჯელი ცემა იყო. გარდა ამისა, წვნიანს თუ ჭამდი, წყალი არ უნდა მოგეთხოვა. იმიტომ რომ წვნიანი ისედაც წყალია. დაწოლის მერე რომ წყალი მოგეთხოვა, ერთხელ ჩემმა ძმამ გააკეთა ეს. ტონიმ თქვა წყალი მინდაო და 4-ვე წამოგვაყენეს. მერე ტონის ვუყურებდით, როგორ სვამდა წყალს. სანამ არ ამოაღებინა. გინდა რომ ბავშვებმა შენი წიგნი წაიკითხონ? მე წავიკითხავ. შენმა ბავშვებმა? ვინ როგორ? მაგნოს და თეას ცოტა მოცდა მოუწევთ, ჯერ პატარები არიან. მაგრამ იდა, ფრეია და ალბათ ესბიორნიც სავსებით გაართმევენ თავს. ნამდვილად გაართმევენ, იმიტომ რომ ოჯახს იცნობენ. დედის შესახებ წარმოდგენა არ შეეცვლებათ? ზოგიერთი ადამიანი შაბლონის დამრღვევს გეძახის. რა არის შაბლონის დამრღვევი? რა არის? შაბლონის დამრღვევი არის ადამიანი, რომელიც შაბლონებს არღვევს. ტონი, რენე, მანკი, ბებია და იანი შაბლონის ნაწილები არიან. ბებიას კარგი ბავშვობა არ ჰქონდა და ამიტომ არც დედას ჰქონდა კარგი ბავშვობა. ტონიმ, რენემ და მანკიმაც ვერ მისცეს შვილებს კარგი ბავშვობა, მაგრამ დედამ ეს შაბლონი დაარღვია. ყოველთვის ვიცავდი დედაჩემს. ყოველთვის როცა მახსენდება სიტუაციები, როდესაც ის ნებას მაძლევდა მოწმე გამხდარიყავის საშინელი ინციდენტებისა, მაგალითად, იმ ძალადობისა, რომლის მსხვერპლიც ხდებოდა. ვგრძნობ როგორ იბადება ჩემში სიბრაზე, რომელიც ადრე არ მსურდა განმეცადა, იმიტომ რომ ის ყოველთვის დედასთან იყო დაკავშირებული. უკვე ადექი? რა თქმა უნდა. ტელევიზორს ვუყურებდი. დედა, გამოსვლა მაქვს და ვიფიქრე იქნებ რამე ფოტოები გქონდეს ჩემი ბავშვობიდან და მეხმარებოდა. არა, შენი ბავშვობის არაფერი მაქვს. რენესი, ტონის ან მანკის? არა. არც მათი მაქვს. ფოტოები საერთოდ არ გაქვს? არც ერთი? არა. საერთოდ არ მაქვს ფოტოები. ფოტოებს არასდროს გვიღებდი? არა. ნათლობის დროსაც არავის გადაუღია ფოტო? არავის? არა. ან მაღალ სკამზე როგორ ვზივარ? არა, საერთოდ არა. რატომ? პასუხს მაგაზე ვერ გაგცემ. რატომ არ გვიღებდი ფოტოებს? მე ფოტოაპარატი არ მქონდა. ასე რომ წიგნში ფოტოებს ვერ გამოიყენებ. ჩემი ძმა რენე ყველაზე ახლოს იყო ჩემთან. ასაკით. მან თავი მოიკლა 7 წლის წინ. ახალი ყვავილები. ფოტოს გადავუღებ.
უცებ გამახსენდა, რომ არასდროს გვილაპარაკია იმაზე თუ რატომ მოიკლა თავი რენემ. თავი არ მოუკლავს. ზედოზირებისგან არ გარდაცვლილა. ვიღაცის ვალი ჰქონდა და იმან მოკლა. საიდან იცი? პოლიციამ თქვა. პოლიციას ეგარ უთქვამს. მე ვიცნობ ერთ პოლიციელს. მის სისხლში წამალი და ალკოჰოლი აღმოჩნდა. მაშინ უცნაურია, რომ ველოსიპედზე ჯდომისას არ დაშავდა. რომ მოკვდა მერე ნახე? კი. წახვედი მისანახავად. წავედი იქ. სად იყო? არ ვიცი. მოიცადე, საავადმყოფოში იყო? ხო. ტანიასთან ერთად. ხო, ზუსტად ასე იყო. მიხაილიც თვლის, რომ ის მოკლეს. არ ვიცი. არ გილაპარაკიათ ამაზე? არა. მიხაილი ჩემი უფროსი ძმაა. როცა ოთხივე ერთად ვცხოვრობდით, ის გვივლიდა. დღეს ის თავის მეგობრებთან ერთად ცხოვრობს ქალაქიდან მოშორებით. 8 შვილი ყავს. თუმცა მამობა ვერ შეძლო. 3 უმცროსი გაშვილებული ჰყავთ. სასაფლაოზე დედამ დეტალური ისტორია მიამბო, როგორ მოკლა რენე ვიღაც კაცმა. მართლა? რომლის ვალი ჰქონდა, ან რომელსაც პოლიციაში უჩივლა. აქაც იციან ეგ ისტორია? ხო, უმრავლესობა ასე თვლის. შენ არა? არა, არ ფიქრობ ასე? მე ზუსტად ვიცი რაც ხდებოდა. ზუსტად ვიცი. ხო? მაგრამ აქ ჭორები უყვართ. ჭორები? ხო, მაგრამ შთაბეჭდილება არ გექნება, რომ ის 4 თვის განმავლობაში ცდილობდა ამის გაკეთებას. ეგ არ ვიცოდი. არ ვიცოდი. მისი მეგობარი გოგოს დაბადების დღეზე. როცა გოგოს დედას პირველად უნდა შეხვედრო და მირეკა. ვენები გადაიჭრა. მივედი ვუშველე და შემდეგ მისი მეგობარი გოგო მოვიდა თავის დედასთან ერთად. ხო, ნათელი მაგალითია. ხო. ზედმეტად ამაყი ადამიანი იყო საიმისოდ, რომ ასეთი საშინელი ცხოვრებით ეცხოვრა. სხვათა შორის შთაბეჭდილება მექნება, რომ მას არ სცემდნენ იმდენად ხშირად, როგორც შენ და ტონის. ასე იყო? შენ ასე გახსოვს? ხო, მართლა? ის ყველაზე უმცროსი იყო. ხო, ბიჭებს შორის. ესე იგი მე და რენეს გვინდობდნენ. ზოგჯერ კი. მე ჩემი თეორია მაქვს, თუ რატომ ვიყავი უფრო დაცული. მე ყოველთვის მყავდით შენ, ტონი და რენე, რომლებიც მივლიდით, როცა პატარა ვიყავი. მაგრამ ეგ მხოლოდ ხანდახან ხდებოდა. ხო, სანამ შენ გადახვიდოდი, მე კი ბავშვთა სახლში წავიდოდი. ხო, მაგრამ მანამდე სულ მქონდა გრძნობა, რომ შენს უკან ვიდექი. როდესაც ის გვიყვიროდა. ამაზე უარს არასდროს მეუბნებოდი. ბავშვებს ერთმანეთი ყავდა, მხოლოდ მშობლები არ ყოლია. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთი ყავდა. მე ნათლად მახსოვს, რომ შენ ძალიან მზრუნველი იყავი. მშობელი ვიძრუნავდი და ყველაფრის სადავეები გეჭირა. ასე იყო. მზრუნავდი, რომ საჭმელი არ მოგკლებოდა. ხო. და ზოგჯერ ეს ცუდად შემწვარი კარტოფილი იყო. წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა შემეწვა. ხო, ცოტათი უმი იყო. ხო. მაგრამ მარილით და მარგარინით მაინც გემრიელი იყო ხოლმე. ხო. ტონი ძალიან არის ტრამვირებული იმ ცხოვრების გამო, რომელიც გამოიარა. გამარჯობა ჩემო საყვარელო. ის აივდადებითია და შიდსით დაავადდა. ჰეპატიტი აქვს. კბილები და ერთი თვალი დაკარგა. ნარკოტიკზე დამოკიდებულების გამო გართულებები აქვს.
ჩვენ ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობთ და ხშირად ვნახულობ ხოლმე. მე რომელში ვარ? იმასაც ინახა? რა თქმა უნდა. აბა რა. მე არ ვინახავ, მაგრამ კარგია შენ რომ გაქვს. მე რა თქმა უნდა ვინახავ. შენიც ძალიან ვამაყობ. მართლა? მართლა? ჰა. ძალიან. გონია რომ შვიდად ხარ. ჰა. მოდი დავლიოთ. რადგან აქ ვართ, ერთი რაღაც მინდა გკითხო. მე ძალიან მიჭირს გახსენება, როგორი იყო დედა, როგორც მშობელი, როცა იანთან ერთად ცხოვრობდით. მე მგონია, რომ ის საერთოდ არ არსებობდა. მეც ასე მგონია. დედა ჩვენთან საერთოდ არ იყო. იანი იყო ოჯახის უფროსი. დედა იქ საერთოდ არ იყო. იანს არასდროს უთქვამს ჩვენთვის დედას კითხეთო. თუ გაგიმართლებდა, დედას ნახავდი. მე ასე მგონია, როცა იანს შენი ცემა მოუნდებოდა, გეტყო და უზრდელი ხარო და იმ წამსვე გაგილაწუნებდა. ასე იყო. ჰა, ხშირად იქნევდა ხელებს. ჰა. მისი ბრალია, ადამიანებს რომ ვერ ველაპარაკები. და ზოგჯერ მუშტსაც ხმარობდა. კი. ის ასე ხშირად იქცეოდა. მართლა? მე ძალიან ბევრი კომპლექსი მაქვს. ეს ყველაფერი მისი ბრალია. ადამიანებთან გახსნილი არ ვარ. ჩემს ავადმყოფობაზე ლაპარაკი შემიძლია, მაგრამ იმაზე ვერ ვლაპარაკობ, რაც ახლა გამოვიარა. სოციალური სამსახურის სამინისტროში უნდა წავიდე. ერთ საათში შეხვედრა მაქვს. ჰა. მეც მივდივარ. კრისტიანიაში უნდა წავიდე. ესე იგი ორივე დაკავებულები ვართ. ჰა, თავს გაუფრთხილდი. დროებით დაიგო. ფრთხილადი არა. იანი ჩემს ძმებს ისე ტანჯავდა, რომ დღემდე ვერც ერთი ვერ გამოკეთდა. მუდმივად ძალადობდა ყველაზე. უბრალოდ გაღიზიანების გამო კი არ ურტყამდა დედა ჩემს. არამედ სისტემატიურად სცემდა მას. ზუსტად ასევე ძალადობდა ჩვენს ძაღლებზე. არა პროგნოზირებადი იყო. ვერასდროს მიხვდებოდი. ვერ გამოიცნობდი. ცეკვა უნდოდა თუ ჩხუბი. დედა შენს როგორ ცემდა? ზოგჯერ მუშტის რამდენიმე დარტყმით სახეში და მუცელში. თუ დაეცემოდა, წიხლსაც მიაყოლებდა ხოლმე. არასდროს ყოფილა უბრალოდ ერთი გალაწუნება. ეს საშინელება იყო. საქმე ბოლომდე მიყავდა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ერთ დღეს მამა მოვიდა სტუმრად და თავისი ახალი ცოლი მოიყვანა. მამამ მაშინ მიგვატოვა, როცა 3 წლის ვიყავი. ამან ჩემზე ცუდად იმოქმედა. როგორ დაგტოვა ასე? ბედის ანაბარა. გამარჯობა მამა, შემოდი. მადლობა. გამიხარდა ჩემი ნახვა რომ მოგინდა. მოდი, შემოდი. როგორი გრძნობა იყო, როცა გაიგე, რომ შენი 4 შვილი ასეთ პირობებში ცხოვრობდა. ჩვენ ამაზე ბევრი ვიფიქრეთ. შენ და ანიტამ? პირველი, რაც შევიტყვეთ ის იყო, რომ ტონი ყველაზე მეტად იტანჯებოდა. ამიტომ ჩვენ მასზე მეურვეობა მოვითხოვეთ. უცადეთ დაგვერწმუნებინა იუტე, რომ ჩვენთან გამოეშვა საცხოვრებლად. რადგან იქ ასეთი უბედური იყო, მაგრამ ის არ დაგვრთანხდა. ხო, მაგრამ როგორი გრძნობაა, როცა მხოლოდ ერთ შვილს ირჩევ და დანარჩენებს ტოვებ.
ამაზე გიფიქრია? ჩემს შვილებზე რომ ვფიქრობ, ამას ვერასოდეს შევძლებდი. მე არ მithქვამს, რომ ეს იოლი იყო. არა? რა მხრივ იყო რთული? ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ჩემს შვილებთან ერთად ყოფნა მინდოდა. ეს იყო ყველაზე დიდი სურვილი. მაგრამ მე ახალგაზრდა ქალზე დავქორწინდი, რომელიც არ ვიცი, მას გაუჭირდებოდა 5 ბავშვის მოვლა, რომელთაგან 3 მისი არ იყო. ვფიქრობ, რომ ვერ შეძლებდა. იქნებ ბოკერში ვნახოთ ერთმანეთი. ან საშობაო. თავს გაუგთხილდი. შენც. ასტრიდს მოკითხვა გადაეცი. გადავცემ. ახლა გრეტეს სანახავად მივდივართ. ის ჩემი სპორტის მასწავლებელი იყო პირველ და მეორე კლასში. თუ არ ვცდები, ერთი წლით წამიყვანა თავისთან. და მის სახლში ვცხოვრობდი. მე რატომღაც ისევ სახლში დამაბრუნეს. მაინტერესებს თუ ახსოვს რატომ მოხდა ეს. მას შემდეგ არ გინახავს? არა. მისი სახლიდან რომ წამიყვანეს, მას შემდეგ არ მინახავს. გამარჯობა, შემოდი. საერთოდ არ შეცვლილ ხარ. არჩენ. ესე იგი ორივე ვბერდებით. შემოდი. მოდი. გამარჯობა, ოტო. რა თქმა უნდა, თქვენც მახსოვხართ. რამდენი ხანი ვიყავი თქვენთან? 6 თვეზე მეტი არ იქნებოდა. დედა შენი მთვრალი იყო, როცა ჩემთან წამოგიყვანე. შენ კაფე ნაკსკოვიდან გამოხვედი. ხო, სახლში მივდიოდით. დედასთან ერთად იყავი და როცა დამინახე, გამოიქეცი. და მითხარი შენთან სახლში წამიყვანეო. მერე დედა შენმა მითხრა, ბიჭიც წაიყვანე შენთანო. მე ვუთხარი წავიყვან მეთქი და წამოვედით. სახლში რომ მოვედი, წამსვე დავურეკე ადგილობრივ ხელისუფლებას და ვუთხარი, რომ ჩემთან იყავი. სხეულზე ნამწვავები მქონდა? ხო, სიგარეტისგან. როგორ უნდა გაუკეთო ასეთი რამე პატარა გოგონას? წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ შეეძლო. ხო, მერე ისინი შენს წასაყვანად მოვიდნენ და მითხრეს, აღარასოდეს მოგკარებოდი. დედა შენმა ამიკრძალა. გინდოდათ ჩემი შვილა დაყვანა? კი. შენ ჩვენი შვილი უნდა ყოფილიყავი. ზუსტად ასე უნდა ყოფილიყო. მადლობა. გახსოვს როგორ აღმოჩნდი ოტოსთან და გრეტესთან? არა, არ მახსოვს. არ გახსოვს ის დღე? არა. მოულოდნელად შეგხვდა გრეტე. გახსოვს ეს? არა? არ მახსოვს. სად იყო? კაფე ნაკსკოვთან. ალბათ დიდი ხნის წინ იყო. არ გახსოვს? არა. 6 თვე წასული ვიყავი. ოტოსთან და გრეტესთან ცხოვრობდი. ხო, მაგრამ არ მახსოვს. იქ თუ იყავი. კარგი, მაშინ გეტყვი. ოტომ და გრეტამ რაც მითხრეს. მე და შენ ბარიდან გამოვედით და მევტიროდი. გრეტესთან მინდოდა წასვლა. შენც მისკენ მიბიძგე. და მითხარი წადიო. მან კი სახლში წამიყვანა.
არ მახსოვს. არ გახსოვს? რადგან შენ ამბობ, ესე იგი ასე იყო. უცნაურია დედას რომ ავიწყდება სად იყო მისი შვილი 6 თვე. რატომ წამომიყვანე გრეტესგან? სახლში რატომ მომიყვანე? გახსოვს? ალბათ შენი სახლში დაბრუნება მინდოდა. იმ დროს უკვე რიკარდოსთან არ ვიყავი გადასული. შესაძლოა ეს ალიმენტის გამო მოხდა? იმიტომ რომ ვერაფერს მიიღებდი. არც მიმიღია. მისგან არაფერი მიმიღია. რა თქმა უნდა არ მიიღებდი. არა. თუ ბავშვი შენთან არ იყო, არ მიიღებდი. არ მგონია. გამარჯობა. მიხარია შენი ნახვა. მეც. დედის შესახებ ნაწილი არაჩვეულებრივია, თუმცა ცოტათი უფრო დეტალური აღწერა აკლია. ისეთი არ არის, როგორადაც აღვიქვამთ. გესმის, რას გეუბნები? სიზუსტე აკლია. სექსუალური შევიწროების ნაწილი ნორმალურია? ლოტერას ამბობს. დამთრგუნველია, მაგრამ არც ისე ძალიან. კითხველი მიიღებს? კი, ამას რზენია. მაგრამ არც ძალიან გამოკვეთილი და როგორ გითხრა? თუ ნამდვილი წიგნის დაწერას ვაპირებ, ჩემი ცხოვრების შესახებ დაბადებიდან 18 წლამდე, მაშინ ასეც უნდა შევიტანო წიგნში. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. დიდი და მნიშვნელოვანი არა, მაგრამ მაინც ნაწილია. ამიტომ უნდა შევიტანო. სწორედ ამან ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც ვარ, სხვა ბევრ რამესთან ერთად. საკუთარ თავს ვკითხე, გავბედავ თუ არა ამას, გავბედავ თუ არა რომ ეს საჯაროდ გამოვიტანო. ზად ვარ რომ ამაზე საჯაროდ ვილაპარაკო. ზად ვარ რომ გავრისკო, მე ხომ ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ. ხომ არ ვრისკავ ამ თანამდებობას. შემდეგ გამგზავნეს საჯარო მეცნიერების სკოლაში, რომელიც იყო განსაკუთრებით დაუცველი გოგონების სამკურნალო დაწესებულება. იქ კარენი გავიცანი, რომელიც ჩემი პედაგოგი იყო და ის ჩემთვის დედასავით გახდა. კარენი იყო პირველი ადამიანი, ვისაც სექსუალური ძალადობის შესახებ ვუამბე. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ რაღაც დიდი სიმძიმე მქონდა მხრებზე. გითხარი კიდეც ეს და შენ ტირილი დაიწყე. მერე შენი ეს დამცავი ნიჟარა გატყდა და ყველაფერი მიამბე. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ იმ მომენტში გაგახსენდა ყველაფერი. იმიტომ რომ იანის და ძალადობის შესახებ ძალიან დეტალურად მიყვებოდი. რაღაცნაირად ნელა განვითარდა ყველაფერი. დედა ჩემს და იანს ყოველთვის ძალადობრივი სექსი ჰქონდათ. მათ არ აინტერესებდათ სად ვიყავი, ან მეღვიძა თუ არა. ერთსა და იმავე ოთახში გვეძინა. ერთსა და იმავე ორადგილიან საწოლში. დაწვებოდნენ, შუქს ჩააქრობდნენ და სექსს იწყებდნენ. ერთხელ რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ პერანგი გაიხსნა და იანი შემომიცურდა. ფეხები გამიშალა. დედა ჩემი ჩვენს გვერდით იწვა. და ვერ ბედავდი, რომ მისთვის თვალებში ჩამეხედა. ისიც ვერ ბედავდა ჩემკენ გამოხედვას. ის ამაში აქტიურ როლს არ ასრულებდა. მაგრამ შვენივრად იცოდა, რაც ხდებოდა. ყოველთვის ერთი და იგივე იყო.
და როგორც ჩანს, სწორედ ეს აღაგზნებდა იანს. ადრეც გითხარით, რომ მაშინ სექსუალური სათამაშო გავხდი. ეს არ იყო სიყვარულის დემონსტრირება. ახლა მინდა ვკითხო, აცნობიერებდა თუ არა, რას აკეთებდა. შენი ტელეფონი უნდა გამოვიყენო. არ მინდა ჩემი ნომერი გაიგოს. რა ვუთხრა? გამარჯობა ლისბეტი ვარ? თუ გამარჯობა ლისბეტ ზორნიგ ანდერსენი ვარ. ან გამარჯობა ლისბეტ ნიუგარდი ვარ. შეგიძლია უთხრა გამარჯობა ლისბეტი ვარ. გახსოვარ? გამარჯობა იან, ლისბეტი ვარ. იანი ხარ? გახსოვარ? მართლა? საოცარია. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ დოკუმენტურ ფილმს ვაკეთებ ჩემს ცხოვრებაზე. როგორ ვიზრდებოდი და ნორდლუნდში გატარებული დრო ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. როგორც მახსოვს, 7 წელი მაინც ვიცხოვრე იქ. მე და მეტი ხვალ ავაზე რომ მოვიდეთ, დაახლოებით 10 საათზე. ცოტას ვისაუბრებთ. რა სიტყვი? მოუთმენლად ველიო. გონი ყველაფერი დაავიწყდა. შეწუხებული არ ჩანს. ასეა. ურჩხულსელოდები და უბრალო პათეტიკური ადამიანი გრჩება ხელში. გამარჯობა. გამარჯობა იან. საერთოდ არ შეცვლილ ხარ. ხო, გაზრდილ ხარ. ხო, გავიზარდე. ასეა. შემოდი. მოდი. მადლობა. მოდი. რამე სურათი ხომ არ გაქვს იმ დროის, როცა ჩვენთან ერთად ცხოვრობდი. სახლის ფოტო მაქვს. მართლა? ხო. სახლის ფოტო. მიხაილის ტონის ან რენეს შესახებ არაფერი გაგიგია? 20 წლის წინ ტონი ვნახე. ნაკსკოვის მოედანზე. თავდებით იყო გამოშვებული. ხო, როგორც ჩანს. მას შემდეგ არ მინახავს. ახლა ძალიან მოტეხილია. შიცი აქვს. და კიდევ ბევრი დაავადება. რენეს ცხოვრება ვერ წავიდა კარგად. ო, უამრავ უცნაურ საქმეში გაეხვია. და სანანია ასე ცუდად რომ წავიდათ საქმეები.
არც ერთს არ ქონია ნორმალური ცხოვრება. ხო, დასანანია. 10 წლის წინ, როცა რენეს ველაპარაკე, ხან ერთ მეგობართან რჩებოდა და ხან მეორესთან. მერე კოპენჰაგენში ცხოვრობდა, ალკოჰოლიკების თავშესაფარში. არც ისე სასიამოვნო ადგილია. გონია რომ ბავშვობაში საკმარისი სიყვარული არ მიუღიათ. მართალია. შენ როგორ ფიქრობ? ჩახუტებით და მოფერებით საერთოდ არ იყვნენ განებირებულები. ასეა. როგორ გგონია? რატომ იყო ასე? წარმოდგენა არ მაქვს. შენ ძალიან მკაცრი იყავი. გახსოვს ეს? არ ვიცი, თუმცა მახსოვს რომ გცემდით. იმიტომ რომ ძალიან თავხედები იყავით. რენეც თავხედი იყო. ჯიუტობდა. რამდენჯერმე გცემეთ. მე როგორ მცემდი გახსოვს? როგორც მახსოვს, მხოლოდ ერთხელ გცემე. პატარა სახლში. შტორმი გამოაცხადეს და კარებს ვკეტავდი. შენ კი გამოქვაბულის გაკეთება გინდოდა და კარი ჩამოხსენი. ამაზე გაუბრაზდი. და ამიტომ ყველა გცემე? ყველას ერთნაირად გეპყრობოდით. მაშინ ისე არ იყო როგორც ახლა, როცა ბავშვებს ძალიან რბილად შეიან. ხო. გონია რომ ის დრო ყველას ბუნდოვნად გვახსოვს. მათ შორის შენ და დედას. ბევრი ალკოჰოლის გამო. მახსოვს ერთხელ დედა სერიოზულად უცემე. მან გამომიწვია. მითხრა რომ ვერ გავბედავდი მის ცემას. ხო, ეგ ნამდვილად შეეძლო. ამიტომ დავარტყი და კედელს მიენარცხა. სადაც მანამდე ერთი სურათი ეკიდა. და იმ მომენტში მხოლოდ ლურსმანი იყო დარჩენილი. უცებ მეგონა რომ დედა კედელზე მიეჭედა. ზურგში ლურსმანი შეერჭა? არა, გაეკაცრა. სერიოზული არაფერი იყო. მაგრამ უცებ ვერ მივხვდი. იან შეიძლება ფოტო გადაგიღო. მინდა ტონის ვაჩვენო. მაპატია ამას რომ გთხოვ. შეგიძლია გადაიღო. კარგი, მე უნდა წავიდე. ფრთხილადი არა. რადგან ადრე არ გეხუტებოდი, ახლა ჩაგეხუტები. მოდი. ისევ გვიქნევს ხელს. ძარღვებში სისხლი გამეყინა ჩასახუტებლად რომ გამოიძია. მაგრამ ხელი ვერ ვკარი. არასწორი იქნებოდა. საღეჭი რეზინი მჭირდება. ფიქრობდი რომ ის ჩემზე ძლიერი იყო. ძალიან. საკმარისად ძლიერი რომ დავპირისპირებოდი. ზედმეტად ჭკვიანი და ფიზიკურად ძლიერი იყო. ასეთ გარემოში ყოველთვის ნაკლებობაა ზოგადი ღირებულებების. არსებობს ღირებულებების მთელი ქსელი, რომლის მიხედვითაც ადამიანები ცხოვრობენ. როდესაც ეს ქსელი არ გაქვს,
ვერ ხვდები რას აკეთებ. კარგს თუ ცუდს. ვერ ხვდები რომ რაღაცა საშავებ. იმიტომ რომ განსაზღვრული არ გაქვს. რა არის მიუღებელი? ალბათ მაგალითი ვარ იმის, როგორ შეიძლება იცხოვრო და გადარჩე ასეთი გახრწნილი ადამიანების გარემოში. და კიდევ უფრო განსვიფრებული ვარ, როგორ გამოვაღწია იქიდან ცოცხალმა. იანთან ვიყავი. ნორდლუნდში. ყავა დავლიეთ. ცოცხალია? კიდევ ცოცხალია? გრძელი წვერი აქვს და? და რა? ბაკენბარდები. ფოტო გადავუღე, გაჩვენებ. ხო. რატომ გაქვს ეგეთი სახე, ლიზბეთ? არა. მეხუმრები? ნეტავრა დავინახე ამ კაცში. არა, ლიზბეთ. მან მე განმგმირა თავისი ჭაღარა თმით. რაზე ილაპარაკეთ? ჩვენს ბავშვობაზე და იმაზე, რას აკეთებს დღეს. მერე? კიდევ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ბევრი ალკოჰოლი იყო თქვენს ცხოვრებაში. ეს თავადაც აღიარა. ხო. რომ სულ მთვრალები იყავით. ხო. კიდევ რაზე? მინდოდა სექსუალურ ძალადობაზეც მეკითხა. მერე, რა გითხრა? ვერ გავბედე შეკითხვის დასმა. უნდა გაგებედა. თუმცა არ მგონია რამე პასუხი გაეცა. ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ შენ და იანიც ამას ისე უყურებთ, თითქოს ეს რაღაც ბუნებრივი იყოს. ნორდლუნდში ცხოველებივით ცხოვრობდით. გახსოვს ეს დედა? მე ვერაფერს ვიზამდი. რატომ? ის მცემდა. შეგეძლო იქიდან წამოსულიყავი, ვერ წამოვიდოდი. სად უნდა წავსულიყავი 4 შვილთან ერთად. ლეპკვისტი ხომ მყავდა? კი. და ბინაც მიშოვა. როცა უკვე საკმარისად ვიყავი ნაცემი. როგორ დაუშვი რომ ეს ყველაფერი გამოგვევლო? ჩემს ოთახში მკეტავდა. ვერაფერს ვიზამდი. შენ მისი პატიმარი არ იყავი? არსად მიშვებდა. ეგ ტყუილია. ბევრჯერ გადიოდი. სამსახურში დადიოდი. ო, სამსახურში დავდიოდი. ესე იგი ეს არავის ბრალი არ არის. არც შენი და არც მამაჩემის, არც იანის. მაშ ვისი ბრალია? რომ ტონის, რენეს და მიხაელს საშინელი ცხოვრება აქვთ. ეს ვისი ბრალია, დედა? ალბათ ჩემი, მაგრამ არა მხოლოდ ჩემი. მამა შენი სახლიდან წავიდა. როცა 2 წლის იყავი და დღეს დიდ გულზეა. როგორ ხდება რომ ყველას ეს არგუმენტი და გასამართლებელი საბუთი აქვს? მამა ამბობს რომ შენ გააკეთე რაღაც, შენ ამბობ რომ იანმა გააკეთა რაღაც. სულ ერთმანეთს აბრალებთ. ნაცვლად იმისა რომ თქვათ ერთ-ერთ თქვენგანს რომ პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ თავზე, როგორც ზრდასრულს, რენე ცოცხალი იქნებოდა და არც მიხაელს და ტონის ექნებოდათ ასეთი საშინელი ცხოვრება. ჩემი ბრალია? ნაწილობრივ კი. ვიცი, მაგრამ მე მარტო არ ვიყავი. შენ წაგვიყვანე იმ ხვრელში. მხოლოდ შენ? ხო. შენ გაიცანი ის მამაკაცი? ხო, იქ წაგვიყვანე. ხო. და გონების დაკარგვამდე თვრებოდით. ასე არ იყო? არა. თავიდან კეგეში ვცხოვრობდით. კარგი ესე იყოს.
მაგრამ მე ხომ არ ცვლის ვითარებას, ვიცი. სწორედ მაშინ დაიწყო იანმა ჩემზე ძალადობა. სახლში რომ დაგაბრუნე მერე, 10-დან 12 წლამდე ასაკში. მაგრამ საერთოდ არაფერი მახსოვს. ამის უფლებას არ მივცემდი. მაგრამ შენც იქ იყავი ხოლმე. ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. მანქანაში ვისაუბრეთ. და შენ მითხარი ალბათ მთვრალი ვიყავიო. ნამდვილად ვილაპარაკეთ. ესე იგი მართლა ვიყავი მთვრალი. ესე იგი ვიცი რომ ეს არასასი ამოვნოა, მაგრამ წარმოიდგინე რომ 10-12 წლის ხარ და ვიღაცა ასე ძალადობს შენზე. როდესაც შენი საკუთარი დედა იქ არის და გიყურებს. წარმოგიდგენია? სრულიად გათიშული ვიყავი. ალბათ ასე იყო. ჩემს ადგილას დააყენე თავი. მესმის. როგორ ფიქრობ, რა გრძნობა? ალბათ ცხოვრებას გინგრევს. თავად გამოგიცდია ეს? არა, მსგავსი არაფერი. არც პიევსისგან? ერთხელ იყო როცა პარკში გამომეკიდა, მაგრამ გავიქეცი. გაქცევა მოახერხე. რა გიქნა? ვერაფერი, ვერ დამეწია. რის გაკეთებას ცდილობდა? შენი აზრით? რა უნდა იყოს? გამოდის რომ საკუთარი უმცროსი დის გაუპატიურება უნდოდა. ყოველთვის მქონდა შეგრძნება რომ თავადაც გამოგიცდია ეს. ვიცი რომ ვერ ვივარგე. მაგრამ ახლა ამას ვეღარ შევცვლი. რთულია ამის შეცვლა. ამიტომ უნდა შეეგუო იმას, რაც იყო. როგორც ჩანს, დედის მოვალეობები ვერ შევასრულე. უკეთესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაფერი. ვიცი. და რა აზრი აქვს დღეს რომ აღარ ვსვამ? მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. რაზე გინდა ვილაპარაკოთ? არ ვიცი. აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი. კარგი, რაც ილაპარაკე კარგი იყო. მართლა. კარგი. ხშირად ამდენს არ ვლაპარაკობთ ხოლმე, ხო? დროებით, ჩემო ლამაზო. აბა? კიდევ გამოგივლი? ხო. აუცილებლად გნახავ, კარგი. დროებით, დროებით. რა ქვიათ? ჯენიფერი. ლისბეტის მამინაცვალს სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებები წარედგინა. მან თქვა, რომ არაფერი ახსოვს. გახმოვანებულია მთავარ არხზე.